გითხარით, დატო, ყველაზე მეტად შეფასების დროს თქვენც გითქვამთ და სხვა ჩვენი სტუდიის სტუმრებსაც და გადაცემის მონაწილეებს, რომ ხალხი არის გაბრაზებული. აი 100 დღის შემდეგ აი რისი თქმა შეგიძლიათ? აი ამ პროცესზე ხა რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ეს ბრაზი თქვენი აზრით, აი თქვათ იცვალა ფორმა, რაღაც ახალ პროცესს მოითხოვს, მათ შორის პოლიტიკურ ნაწილზეც მექნება თქვენთან კითხვა, მათ შორის თქვენი აღქმა, როგორი არის ამ საკითხთან დაკავშირებით? აი ამაზე რას ეტყვით ჩვენს მაყურებელს? გეთილია, ეხა ესეთი უპრეცედენტო პროტესტი, ხო, აი თქვენ წარმოგიდგენთ, 100 დღე ზამთარში ქუჩაში არის ადამიანი. ეხა ვინმეს რო ეთქვა, რომ წინასწარ ეს შესაძლებელი იყო, ჩვენთვისაც ძნელი წარმოსადგენი იქნება, თან მით უმეტეს ძალიან ბევრი არ დაიჯერებდა ასე. ძალიან ბევრი არ დაიჯერებდა, ამიტომ ამ პროტესტმა აჩვენა ის, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს და უდიდეს ნაწილს აქვს კარგად გაცნობიერებული თუ რა დევს სასწაულზე. ამიტომ ხან ბევრი იქნება, ადამიანი ცოტა იქნება, ეს ეხლა ჩვეულებრივ ცვალებადია, ადამიანებს თავის პირადი საქმეებიც აქვს და ხან მეც ვერ ვახერხებ ყოველდღე იქ-ყოფნას, ამიტომ ეს არ არის ხოლმე პრობლემა, მაგრამ გაცნობიერებული რომ უკან დახევა უბრალოდ არ შეიძლება. და რა ამ დროის განმავლობაში რა დაუპირისპირა, ხო, ამ რეჟიმმა დაუპირისპირა არანორმალური სიმხეცე და ადამიანების წამება, დაკავებები, ეს ჯარიმები, კანონმდებლობა მუდმივად ცდილობს, ანუ პროტესტი მუდმივად აი დგას და რაღაცნაირად ცდილობს შემოვლითი გზებით კიდევ დაასუსტოს. ანუ ეს იქნება რეპრესიები, დაკავებები, ჯარიმები, ეხლა კიდე ახალი ასობით დაკავებული და ეხლა კიდე ახალი საკანონმდებლო ისეთი ინიციატივები. რატო იღებენ ამ ახალ კანონმდებლობას? იმიტომ რომ დღეს არსებულმა მიუხედავად ამ რეპრესიულმა კანონმდებლობამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო გრძელვადიანი თვალსაზრისით, ანუ ვერ მოახერხა პროტესტის შეჩერება. ამიტომ ეხლა კიდე ცდილობენ რაღაც დამატებითი გზები მოიძებნოს, რომ რაღაცნაირად შეაჩეროს. ამიტომ საზოგადოებას იმდენად აქვს ეხლა აი ყველაზე გონა რომ აი მაგალითად აი ამ გათვლა რა ქონდათ ხო აი ამ ადამიანებს რომ დაერიეს და ცემეს და აწამეს ეგონათ რომ აი მოდი აღარ გამოვიდოდნენ. მე ეგონათ რომ დავაკავებთ ეს შეაშინებს აღარ გამოვლენ, არ გამოვიდა. ეხლა ჯარიმებს გამოვწერთ და ორმაგი და სამაგი ჯარიმები და მიაქვთ ადამიანებთან ეგონათ ეს შეაჩერებს და ეს ვერ აჩერებს. ეხლა დაიწყეს ფიქრი კიდევ საიდან მოუვარონ. ამიტომ აღარ არსებობს ის რესურსი. ამიტომ ადამიანებს იმ ნაწილს უკვე ყველაფერი გაანალიზებული აქვს, მაგრამ ჩვენ ამავდროულად რა თქმა უნდა გვჭირდება უფრო მეტი მოქნილობაც ამ პროცესში. იმიტომ რომ ხა ეს რეჟიმი გებრძვის, ცვლის ფორმებს, შენც უნდა შეცვალო ფორმები და რაღაცა დაუპირისპირო და სხვადასხვა კერები ჩამოაყალიბო შექმნა და ამაზე მე ხა მიდის მუშაობა და ჩვენც ხა მე თავიდანვე ვამბობდი და სულ ვამბობ, მე ვარ გრძელვადიანი პროტესტისთვის მომზადებული, ხო? მუდმივად ვსჯელობთ მეგობრებთან სხვათან, აი რა გავაკეთოთ რეგიონებში, მაგალითად იქ და კვირაში ქუთაისში ვაპირებთ წასვლას, მე სხვაგან ვაპირებთ ჩვენ პარტნიორებსაც იქ მხარი დაუჭიროთ, აქაც რომ გაძლიერდეს ეს პროტესტი და უფრო მრავალფეროვანი სახე მიიღოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რესურსი არის კიდე გამოყენებელი. ამიტომ იმის განცდა რომ ეხა მოლოდინი რო აქვს რაღაცნაირად ეს გადაივლეს, ეგ არის ილუზია, იმიტომ რომ სულ მინიმუმ ჯერ დათბა და მთელი ზამთარი გადავიდექი და ეს არ აჩერებდა ამ ხალხს და ამ ხრივ ნამდვილად საიმედოა. და ამიტომ კი მესმის რომ ყველა იღლება, მეც ვიღლები, რაღაცნაირად არის ხოლმე ფრუსტრაცია, ხო ეხლა გრძელვადიანისა, მაგრამ ეხლა მე ვერავის ვერ ვიტყვი, როდის დამთავრდება ზუსტად ის წერტილი, მაგრამ მე ის უეჯველი ვიცი რომ ეს ბრძოლა არ უნდა გააჩერო და უნდა იარო წინ და მაქსიმალურად აი ადაპტაციაც შეძლო, იმუშაო საერთაშორისო დონეზე, იმუშაო ჩვენ მოქალაქეებთან, რეგიონებში სამუშაო არის კიდევ ძალიან ბევრთან, იმიტომ რომ ეს პროპაგანდა სერიოზული, ეხლა მიუხედავად იმისა უკვე უჭირთ აი ამ თავიანთი დღის წესრიგის შექმნა, რაღაცა თავიანთ რაღაცა ნაწილში ეს პროპაგანდა რაღაცა თავიანთ ბაბლში აქცევს ამ ხალხს და ეს სივრცეც გასარღვევია და ამაზეც არის სამუშაო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს რაც ამ პროტესტმა აჩვენეს, ეს არის უნიკალური რამ და ამიტომ ჩვენ ეს პროცესი უნდა გავაგრძელოთ და დამატებითი ელემენტები შევძინოთ ამ პროცესს და ზუსტად უახლოეს მომავალში კიდე ნახავს ეს რეჟიმიც, რომ ეს ხალხი კი არ ჩერდება, ეს პროტესტი უფრო გაიშლება. კი ბატონო, ზვიად თქვენთან მინდა ისევ გადმოვიდეს, ზვიად მაისაშვილთან.